შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოყვარულ მთავრთა ჯგუფის ყველა წევრს ორ გოგონასა და 4 გმირს მიაკვლიეს. ქართველ მოყვარულ მთავრთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე ჭიათაგვალას მწვერვალისკენ სვლა 2 დღის წინ დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. თავსავმა სხეულის დაზიანება მიიღო. ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. მაშველებმა მოყვარულ მთავრთა ჯგუფის ყველა წევრის გამოყენება ერთმანეთ უზრუნველყვეს. ერთ-ერთ მათგან სამაშველო სამსახურის ექიმმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია. დაშავებული და ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშველებმა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან თბილისში გადმოიყვანეს. ისინი იყვნენ განლაგებულები ძალიან რთულ ადგილას, ფაქტიურად ვერ შილდნენ კარავს, 2 ღამე მოუწიათ ჯდომით გათენება. ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის ჩამოყვანა სპეციალური სამთავრობო აღჭურვილობით, რადგანაც თავისით გადაადგილება მას იმ მომენტისათვის არ შეეძლო, რადგანაც რელიეფი იყო ძალიან რთული. გზა აგვერია შუა გზაში, გავყავით სხვა ბილიკს და მივდიოდით ზემოთ, რომ გვენახა ბილიკი, რომელიც დაგვაბრუნებდა ძველ ბილიკზე. გავიარეთ ძალიან რთული რელიეფი. ციცაბო იყო, მოხდა ისე, რომ ნაშალი ჩამომეშალა, საკუთარი დაგვარებული გამომხდა ფეხებში და დაახლოებით 250 მეტრი ჩამოვედი გორიალით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის საგანგებო სიტუაციების რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად წარმატებული სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. ლენტეხის რაიონში ლათურის მთების მოსანახულებლად მყოფი პირები მდინარე ცხენისწყლის სათავის მახლობლად 2000 მეტრის სიმაღლეზე შებერდნენ, რადგან ლაშქრობის ერთ-ერთმა წევრმა ორივე ქვედა-კიდურის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხეობიდან მისი სასწრაფო გამოყვანა გახდა საჭირო. მაშველებმა ლაშქრობის წევრები ხეობიდან ვერფენით გამოიყვანეს. დაშავებული მოლაშქრე ქუთაისის ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.